ღირებულებითი განათლების კლუბის ორგანიზებით თბილისის 106 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. შემოქმედებითი საღამო გალაქტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს ცნობილი ქართველი პოეტის დაბადებიდან 134 წელი შესრულდა. თბილისის 106 საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბი 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში ამავე სკოლის 30-მდე ბავშვია ჩართული. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გალაქტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს. საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული ნომრებიც წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, თბილისის 106 საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბის დამფუძნებელი მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროგრამა 50 სკოლაშია წარმოდგენილი და მასში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ჩვენი ღირებულებითი კლუბი უკვე მეორე წელია, რაც დავაარსეთ ამ სკოლაში და ბავშვები უკვე იმდენად ღირებულებებში არიან მთლიანად ჩართულები, რომ აქეთ გვასწავლიან ბევრ რაღაცას. აი დღევანდელი ღონისძიებაც 100% სულ ბავშვების დაორგანიზებულია და ჩვენი პედაგოგის და აი გულწრფელად რო გითხრათ, ამაზე უკეთეს შედეგს არც კი ველოდით რა, რომ აი მთელი გულით არიან ჩართულები, ომური პროექტები აქვთ კიდე სხვა. აი ხო მაგალითად ჩანაფიქრი აქვთ კიდე რომ რაღაც საქველმოქმედო პროექტი განახორციელონ, ჯერ ამას საიდუმლოდ შევინახავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ჩართულები არიან და ძალიან დიდ შედეგებზე გავდივართ უკვე. მე და ბავშვები გაგვერთიანა სწორედ გალაქტიონის სიყვარულმა და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გავიხსენეთ. მათგან წამოვიდა სურვილი, ინიციატივა და რა თქმა უნდა ყოველთვის დაუდგები გვერდში. ჩვენ ასეთი ღონისძიებები ხშირად გვაქვს ხოლმე. 106 სკოლაში მეორე წელია რაც ღირებულებითი განათლების კლუბი ფუნქციონირებს და ეს ბავშვები ამ კლუბმა კიდევ უფრო დაახლოვა, დაამეგობრა ერთმანეთს და საოცარ საქმეებს გვაკეთებინებს ეს კლუბი. ბევრი ინიციატივა, დიდი ინტერესი, ენთუზიაზმი მოდის მათგან და შემინდობა გაუჩნდათ ყველა საქმეში რაც არ უნდა შევთავაზო, სულ ჩემ გვერდით არიან და ასევე მე მაქვს მათი სრული ნდობა. ვიცი რომ ყოველთვის მზად იქნებიან რომ რაღაცა საინტერესო საქმეში ჩაერთონ. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღეს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ პროექტზე მუშაობა, ვინაიდან ყველას ძალიან გვიყვარს მისი შემოქმედება და თვითონ პოეზიის მეფე გალაქტიონიც. ამ პროექტში მონაწილეობას ვიღებთ ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები. უკვე წელიწადზე მეტია ღირებულებითი განათლების კლუბში ვარ და ძალიან მომწონს ის გამოცდილება, რომელსაც იქ ვიღებ. გავიცანი ბევრი ახალი მეგობარი, ბევრი ახალი რამ ვისწავლე და ჩემთვის საამაყოა რომ მუდმივად ვიღებთ ასეთი ღონისძიებების შექმნაში მონაწილეობას. დიდი წვლილი აქვს ღირებულებითი განათლების კლუბის ბავშვებს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზატორი ნინო ქეშელაშვილი ყოველთვის ცდილობს რომ განსხვავებული და სასიამოვნო ღონისძიებები ჩაატაროს და ჩართოს ღირებულებითი კლუბის განათლების ბავშვები. მე უკვე დაახლოებით წელიწად ნახევარია რაც ამ კლუბში ვარ და ძალიან ბევრ პროექტში ჩავერთე და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სახალისოა ეს ყველაფერი. ღონისძიება ძალიან კარგად შედგა და მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ორგანიზატორებს და იმ ბავშვებს, ვინც ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.